მე ვარ თომარო ხაია 7 წლის. სწავლობ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი, კითხვა და ხატვა. რა თქმა უნდა, ყველაზე უფრო მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 7 თვეა, რაც ვთამაშობ ვერჯოჯაში. მყავს 3 მწვრთნელი. გიო მასწავლებელი, კახა მასწავლებელი, გუგა მასწავლებელი. ყველაზე მხიარულია გუგა მასწავლებელი. ისე სამივე ერთმანეთზე უკეთესია და ყველაზე გვიყვარს. მე ვთამაშობ ცენტრალური ცველის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა შეტევის წამოწყება. უკვე მქონდა 7 შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა დინამო ბათუმთან მატჩი. მოვიგე 9-4 და მაგ თამაში გავიტანეთ პენალტი. დაცვაში ვიდექი საიმედო და ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა მატაობა. გამოსასწორებელი მოქვს მარცხენა ფეხი დარტყმა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მესი და ჩემი საყვარელი გუნდი არის საქართველოს ნაკრები. ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. 3 წლისო ვიყავი, მაშინ გადავწყვეტე ფეხბურთელობა. იქამდე მინდოდა გამოსული ვიყავი ხალხი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. ერთამე დავიწყებ ბათუმის დინამოში, მერე გადავალ ალბათ ნაპოლში, ჩემი აზრით მერე გადავალ რეალში, მერე გადავალ ბარსაში. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 70 წლამდე. მერე უკვე გავხდები ბიზნესმენი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. პირველად ხატვა ვისწავლე, როცა დედაჩემმა გადმომიწერა ტელეფონი და რაღაც ხატავე რაღაცებს და მე იქიდან მე გადავიხატე და მეც ვისწავლე ხატვა. ყველაზე ხშირად ხატავ მესის, რონალდოს, ნეიმარს და ალბათ მანქანას. ჩემი საყვარელი ფერია მწვანე და არ მიყვარს ვარდისფერი. იმიტომ რომ გოგოსფერია და მე არ მეკადრება. ვაგროვებ ჩემ ნახატებს და სახლში მაქვს 50 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მე შემიძლია ეს ნახატები გავყიდო. თითო ნახატი ღირება 10 ლარი. მე ფული როცა მაქვს ძირითადად ვხარჯავ ტკბილეულობაში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია მილკა. საყვარელი საჭმელია შავი ლობიო. ვიცი რომ ყველაზე გემრიელად გააკეთებს წვიანს. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. არაერთი გოგო მომწონდა, მაგრამ არ ვეუბნებოდი. ამ დუმილით წავაგეთ ორივე. ცოლს მოვიყავან, ვიქნები 24 წლის. შვილებს დავარქმევ გიორგის, მარიამს და გიგას. ჩემ ცოლს დავარქმევ ანას. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მასწავლებლები როცა მკაცრად ბავშვებს რომ გვექცევიან, უფრო კარგად ვივიგებთ გაკვეთილს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია გიორგი შავაძე. ყველაზე ჭკვიანია ანა მარია სურმანიძე. ყველაზე ცელქია თომა თხილაშვილი. მე ვარ ყველაზე კეთილი, ნიჭიერი, სიმპათიური და მეგობრული. ახლა მინდა ვიყავ 18 წლის, იმიტომ რომ დედამ არ გადავიწყვითოს ყველაფერი. მაგალითად, ტანსაცმელები ჩაცვა. სახლში ვცხოვრობთ მე, ბებო, დედა და მამა. მინდა მყავდეს ერთი პატარა ძმა. მამეკო არის მხიარული, უშიშარი, ძლიერი და გონიერი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და კეთილი. ბები არის შრომის მოყვალე და სულ ახალგაზრდა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია სპაიდერმენის თავგადასავალი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავუწერდი ილია თოფურიაზე. გადასვლური ჯოხი რა მქონდეს, გავაქრობდი ომს და ყველა ჩემი საუკეთესო მეგობარს ვუსურვებდი წარმატებას და ბედნიერებას. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი გერმანიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერ ძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს სისწრაფის სუპერ ძალა. კი არ მეჩქარება, მაგრამ ფეხბურთში ძალიან გამომადგება. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ლეკვი. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, შენი მეგობარი როცა პატივს გცემს, შენ მეგობარს რაღაც სურვებს უსურვებ და ისიც რო გისურვებს და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.